ტრადიციული მეთოდებიდან ძირითადად ტრადიციულია უკვე ქვევრი თავისთავად, ქვევს ვიყენებ. ასევე ვიყენებ საწნახელს, გურიაში მით უმეტეს და ფეხით ვწურავთ ხოლმე გარკვეულ ჯიშებს და გამოდის საკმაოდ კარგი. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭაჭის რაოდენობის და ჭაჭასთან შეხების პროცესებს ცვლით ხოლმე, ანუ რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებთ, ვთქვათ, რომ ამ ჯიშზე ამდენ ხანს გაჩერება ჯობია ჭაჭაზე, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები სულ ასეთ ექსპერიმენტებში იყვნენ, ძალიან ბევრ სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა პროცესებით აყენებდნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ტიპის მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში ქართული ღვინისთვის და ქართული ჯიშებისთვის. თვითონ ქვევრი არის უნიკალური ჭურჭელი და მისი ფორმა, მისი დანიშნულება ჩამოყალიბებულია 1000 წლეულების განმავლობაში. ფორმის გამო საკმაოდ კარგად ახარისხებს ლექს, ჭაჭის ნაწილაკებს ღვინოში და შეუძლია კარგად მოახდინოს იზოლაცია უკვე საბოლოო ღვინისა მყარი ნაწილაკებისაგან, რაც უფრო ნაზს ხდის ღვინოს. ასევე ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიწაში როცა ჩაფლული არის გრილ მდგომარეობაში და ეს ამით კარგად ინახება ღვინო.